გუშინ ძალიან საჩინელობა დაგვემართა. ტაქსისტებს მეტად იყო. აი მე ალბათ თელი ცხოვრება მარტო მაგას ვინანებ ყველაზე მეტად. მოყოლაც კი არ მინდა. ეს ქვია არგინე დაიწყე მიდი დეტალებში თან არაფერი გამოტოვო. მოკლედ ტაქსიში რა ჩავჭიქით ამ კაცმა თავიდანვე რაღაც წერად გაიცინა რა. ჩვენ უბრალოდ მივეცალმეთ და თვითონ თქვა რომ წავედით გლდანშიო რა. ხო, 5 წუთი არ იქნებოდა გასული რა ჩავჭიქით რა და რანაცნობი სახეები გაქვთ თუ ასე გვითხრა. ნუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ რა. მე რა ცოტა ხანი რო გავიდა, მე მეუბნებოდა რომ მისამართი რო არ მიგეთითებინოს და თვითონ სადაც ცხოვრობ. მიხოთოვი ბიშისგან ეგრევე გავქრებოდი იქ. გოგო სეიფი ვარ გაქვთ მოწერილი, ყველა გოგოს უნდა კონდეს რა. უფრო უსაფრთხოდ ვქნობ თავს, რომ რამე სიტუაციაში აღმოჩნდები, ეგრევე გზავნის შეტყობინებას რა სანდო კონტაქტთან. თუ უფრო რაღაც ისე გქნობ თავს რა. დაიცა გითხრა ეხლა ეგრე უთხრით იქოს რომ ზუსტად სადაც ცხოვრობ, მეთქი დროზე მანქანა გააჭერეთ, უნდა გადავიდეთ მეთქი რა და კაი კაცო და გადავიდეთ, მივედით ეგრე უკვე თითქმისო. არ აჭერებდა მანქანას. აუ ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი ეს ღვედი რაც უკეთია თქო. ხო არ მოვგაჭე და იქვე მოვგუდო მეთქი, მაგრამ მე ავარია მოგვივიდო და რო გააჭერა მე კორპუსთან მართლა მოვგაჭე ეს ღვედი, ეკლა გადავიდა მანქანიდან, გაუღო მძღოლის კარები და მაგრა დაჟეჟა. ანუ რა სანახაობა გამომიტოვებია, მაგრამ ეგრეთ მოიგეთ რატო გწყვინეთ პირიქით საღოლ თქვენ. უჯერ თავარი არ მithქვამს, რომ ვეღარ გაუძლო ამ მძღოლ მოჭერილ ღვედს და ტეკლას წიხლებს, დაიყვირა უცხო და თიკო რაც აკეთებო და იქვე გავკვავდი. გოგო ბიძა ჩემი აღმოჩნდა გოჩა ხო იცი დედა ჩემის ძმა. თურმე გვეღადავებოდა და კუდი ეფარა ვერ ვიცანი. აუ რა მაცინებს. მიხადავები გოჩაცემით? ვაღჩი. მაგრამ თქვენ რა იცოდეთ ახლა ზოგადად ტაქსის წინ ეგრე უცხო ტიპი რო გილაპარაკება, ეგრე ვეღარ ვძნობ თავს უსაფრთხოდ რა. დამიჯერე, გადმოწერე save you.